ყველას ვისაც აქვს ეს გამოვლილი ალბათ ერთი და იგივე განცდა ეუფლება. მერე უფრო რთულად იქნებიო. ბევრს უთქვია და ნამდვილად ესეა. იმდენად დიდი იმედები გქონდა მერიკო და იმდენად დიდი ხანი ვიბრძოლეთ ამაზე, რომ ნამდვილად ველოდებოდით, რომ დაძლებდა თემური. 40 დღე მე ვფიქრობ ჯერ ძალიან ცოტა იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს უზარმაზარი დანაკარგი და გაითავისოს, ასე ვთქვათ, ამას დრო ჭირდება და მიჩვევა ამ ტკივილთან, რომ მიცხოვრო და ამ სიცარიელესთან, რომ მიცხოვრო. მამას ნივთები ჯერ არც გადამილაგები არაფერი, იმდენად ჩემთვის მკივნეულია შეხება ამ ყველაფერთან და იმდენად აი ჯერ ცოცხალია ჩემთვის. იმიტომ კი არა, რომ მე მგონია, რომ ცოცხალია და რაღაც ფსიქიკურად დამემართა უბრალოდ მართლა ცოტა დრო გავიდა და მით უმეტეს მამას ხელოვნება რომელიც დატოვა სახალხოა და ნამდვილად უკვდავია და ბევრმა აღმოაჩინა ეხლა იცით რატომღაც სიკვდილი ხო ესეთი რაღაცაა მერიკო იცით ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე იქიდან გამომდინარე რომ მშობლები ამით იყვნენ ძალიან აქტიურად დაკავებული თავისი მოღვაწეობით და როცა ბავშვი ვიყავი, იყვნენ თავისი აღმავლობის ზენიტში ივერია და ჰქონდათ ტურნეები, მაგალითად მიდიოდნენ სამხრეთ ამერიკაში 3 თვით, 6 თვით და მე ვიზრდებოდი ბებია ბაბუასთან. იმდენად მიჩვეული ვარ ამას, რომ აი გასტროლზეა, სადღაც კონცერტია, წავედა საზღვარგარეთ და მალე ჩამოვა, რომ ზოგჯერ აი ჩემ თავს ვიჭერ იმ შეგრძნებაზე, რომ ეხლა ცველოდები. ასე ვთქვათ, მაგრამ მერე მოდის აზრი და ხვდები, რომ დამიდგა ის დრო, როცა აღარ დაბრუნდება გასტროლიდან მამა. ვისი სიცოცხლეც ვიყავ, მინდა სიცოცხლე ვიყო. ვისი ერთგულიც ვარ, ფიცა ერთგული ვჩები. მე რომ მენატრება მას თუ ვენატრები მალე შემახვედრე ხმერთო გევიდრები თუ არის რამე ისეთი რაც საზოგადოება მის შესახებ არ იცოდა და აი როგორი იყო შენი თვალით დანახული თემური ყველა თავისი თვისებით იყო მართლა განსაკუთრებული ადამიანი როგორც მამა როგორც მეუღლე როგორც მეგობარი როგორც ხელოვანი, როგორც უბრალოდ ადამიანი და მე ამას მთელი ცხოვრება ვუყურებ და ბავშვობიდან ვარ ამის მომსწრე, როგორ ხვდებიან ქუჩაში, ხვდებოდნენ. როგორ ესალმებიან, როგორ ეგებებიან, რას ეუბნებიან, როგორ სიყვარულს გამოხატავენ. მაგრამ მე რაც ვნახე პანაშვიდების დროს და დასაფლავების დროს ეს ჩემთვის ნამდვილად გახდა არ ვიცი რაღაცა აღმოჩენა თითქმის აღმოჩენის დონეზე ხო ვიცოდი მაგრამ თითქოს არ მოველოდი ამ ხელა სიყვარულს ამ ხელა თაყვანისცემას ატივს და რომ დავფიქრდი ასეთი რეაქცია ხალხისგან იცით რითი იყო ჩემი აზრით გამოწვეული რომ თემური იმდენი ადამიანური სიყვარული გასცა არა მარტო როგორც ხელოვანმა არამედ როგორც პიროვნება პანაშვიდზე იყო მოსული ერთი გოგონა რომელიც არ ვიცნობდით ჩვენ ირმა პრივეტ რომელიც ისე ტიროდა მოდრეკილი აესე სასახლესთან მოსთქვამდა თურმე აი ესე ქუჩაში გაუცნიათ ერთმანეთი. და ტაძარში რომ მოდიოდა თემური ეს გოგონაც ხვდებოდა და ესე იხუტებდა მამას. სრულიად უცნობი ადამიანი რომ მოდის და ესე განიცდის და იზიარებს შენ ტკივილს, აი ესე დონეზე თითქოს მისი პირადი ტკივილი იყოს. არ ვიცი ეს არის რაღაც აოცრება. და ესეთი არის უამრავი. მაგალითად სადღაც ჩასულა კონცერტებით უპატრონო ბავშვთა სახლში და ეს გოგონა ესე რაღაც მოწყენილი იდგა ქეთი და მამა მისულა რაღაც გამოელაპარაკა და რა ქვია შენ მე ქეთი მე ჩემ შვილსაც ესე ქვია და დღესაც აი ესე ტირს მე მამა დავკარგეო და ეხლა მე მეუბნები რა კარგია რომ თქვენ არსებობთ ჩემ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ და გაოცებულები არიან იმითი რომ როგორ ყველასთვის ყოფნი და ყურადღება სითბო, ენერგია, ამიტომაც უყვარს ესე ხალხს მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ნამდვილად აი სახალხო გმირივით არის. თითქოს გუშინი ხო
ხელით გატარებდი სათუთარ ამახან თმებს გივარცხნიდი ნაზარ შენ კი სინოდილად ორა ბედნიერ ვიხარ ხანახან თუ გახსენდება მაგალითად ერთი მისი ფრაზა ან დარიგება რაზეც აი სწორება გაგიკეთებია ცხოვრებაში. ნუ ერთი ესე რაც ლოზუნგად არ მაქვს მერიკო, მაგრამ ძალიან ბრძენი ადამიანი იყო გარდა ყველაფრისა ნამდვილად. და ძალიან ბევრი რამე მე ვითვალისწინებ კიდევაც და გავითვალისწინებ მომავალში, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაკვირვებები ჰქონდა თავისი ცხოვრებასთან დაკავშირებით. ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა თავისი მაღალი იდეალები, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სული სიწმინდე, კეთილი გული, ეთიკურობა. მისთვის მთავარი აზრი ცხოვრებაში, საერთოდ როგორც ადამიანისთვის, იყო პასუხისმგებლობა. საოცარი მზარეული იყო. იმდენი საერთო გაქვთ შენ და მამას, ანუ იუმორის გრძნობა ქონდა კიდე საოცარი რაღაცა, ისე ყველაფერი შეეძლო, რაღაცა მაინც გაიხუბნა და მე ზუსტად და მამას ქონდა საოცარი სიცილი. ისეთი გადამდები თუ დაიწყებდა ხარხარს, აი ძნელად შეიკავებდი თავს. ძალიან რაღაცნაირი მართლა მისი აი ხალასი ბუნების აი ის იყო რაღაცნაირი ეკო რაც აუცრად იცინოდ. მე არ მინახია ეგეთი ადამიანი, ვინც აი ესე ხარხარი შეეძლოს. ძალიან დიდი პატრიოტი იყო მერიკო. და ეს ჩანს კიდევაც მის შემოქმედებაში. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა ძალიან კარგი იქნება თუ გახდება თემურ ციკლაურის სახელობრივი. კი, არის ეგ იდეა, მაგრამ რაღაცა დრო უნდა გავიდეს. ანუ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ და შეიძლება დაარქვან კიდევაც რა ვიცი მე მხოლოდ მივესალმები და ვიღაცამ რაც ეს იდეა იყო არ მახსოვს სადღაც იყო რომ სკოლებში ასწავლონო თემურის სიმღერებიო ბავშვებს და ასწავლონ ეს პატრიოტიზმი როგორც მას ჰქონდაოდა მე ვფიქრობ კარგი იდეა იქნება ნამდვილად იყიდება საქართველო ვინ რას ყიდის ვინიცის ყიდის მთას დამდელოს წმინდა მარიამის ძის ყიდის მთას დამდელოს ყიდის მთას დამდელოს სამშობლოს კეთი, აი რას ეტყოდი ახლა მამას დღეს? აი ყველაზე მეტად რის თქმა გინდა მისთვის. ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება. ძალიან მენანება რომ ასე ადრე გარდაიცვალა. არაპირებ რაიმე სიმღერის გაკეთებას მამისთვის. შენ ზუსტად ესე ტელეპათიურად წაიკითხე ჩემი აზრები. ეხლა ვუსმენ, ნუ ვიცი რა თქმა უნდა მამას სიმღერები, მაგრამ კარგად ვუკვირდები, რომელი მომიხდება უფრო მე. ნუ გზარკვაშალმა მითხრა, რომ იგეგმება რაღაც კონცერტები მამას ხსოვნის საპატივცემულოდ. აი მინდა რომ მანდ უკვე რაღაც მისი სიმღერები გავაჟღერო და მაგალითად ტატო გოდიაძიშვილმა მთხოვა ერთი სიმღერა რომ ვიმღერო მე იმდენად ბედნიერი ვარ მინდა რომ ყველა მიმღეროს და ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი ვისაც კი სურვილი ექნება ცოტა ნაკლებად ცნობილია მისი სასიყვარულო ლირიკა, იცი, აი, უფრო პატრიოტული სიმღერები ჟღერდა ბოლო პერიოდში და მას აქვს იმდენად ბევრი ესეთი სიმღერა, თუნდაც აი გამხმარიები თუ გსმენი ეს სიმღერა, ეს არის რაღაცა, აი, არ ვიცი, ძალიან ისეთი სათუთი ფაქიზი, ულამაზესი რაღაც. და მადლობა მერიკო, რომ შენ ასეთი პატივისცემით და ასეთი სიფაქიზით ეპყრობი ამ თემას და მადლობა, რომ შენც ცდილობ, რომ ხალხს არ დავიწყდეს თემური, ასე ვთქვათ, ხო? მადლობა. მივიხარ ჩემი გული